მეც მინდა საჭმელი რომ დამაკმაყოფილოთ. კი ბატონო, როცა გადმოგცემენ სიას, გამგეობა როცა სიას გადმოგვატყვის, აუცილებლად გასადილებთ. რამდენჯერ მოხვედი აქ? მესამე თავი. 91 წლის ლიზა რუაძე ერთი თვეა სათნოების სახლში უფასო სადილს ითხოვს. ის ყოველდღე აკითხავს სასადილოს, სადაც მას ცხერწლიანზე უარს ეუბნებიან და სახლში მშიერი ბრუნდება. ერთოთახიან ბინაში მოხუცი მარტო ცხოვრობს. მას აღარც პენსია აქვს და აღარც სოციალური დახმარება. ერთადერთი შვილიშვილი პატიმრობიდან რომ დაიხსნა, 1 წლის პენსიას და დახმარებას ჯარიმაში გადაიხადა. მოხუც ბინაში არც ელექტროენერგია აქვს, არც წყალი და არც გაზი. გასადმობად მომყავს ყუთები ნავგავს აყრელიდან მოაქვს. შიმშილით სიკვდილს რომ თავი დააღწიოს, ხალს კრებს და ყიდის. ნაშოვნი ერთი ლაერტ კი პურს ყიდულობს. ხალზე მივდივარ, კრეფამ. ყიდი ხანათ შორისა, ხანლარისა და პურს ავყიდლობ. ითხოვდით რომ უფასო სასადილოში მიგიღოთ საკვები? მერე? რა ვიცი, საბუთი არ არის გადმოცემულიო, ვისაც უნდა გედეეცა. ხო, რატომ არ აძლევენ? აბა რა ვიცი მე დღე ხვალე და არ გადაუციათ. ლიზა ბებოს გარდა გურჯაანში უფასო სადილს კიდევ სოციალურად დაუცველი 15-ზე მეტი ოჯახი ითხოვს. უფასო სასადილოს პროგრამაში ჩართვას რატომ ითხოვთ? მეუღლე მოითხოვა რომ ხან პენსიამდე ანუ დახმარება ხან პურის ფული ხომ არ გვაქვს ხოლმე და იქემო რაღაცნაირად იმას აქვს. ბავშვმა დილით სკოლაში წავიდეს და პური მომთხოვს და რომ ხან არა მაქვს. ხშირად არის ხოლმე როცა მშივრები ხარ? დილით არა, ბავშვს ყოველთვის ვაჭრობ და ღამის შუადღე კი. ვფიქრობ რომ მე შიერი მივია საღამოთი ბავშვი მეჭყავს. ის პატარა 6 წელია. ის ხოლმე ბუჯანის რაიონის მუნიციპალიტეტში ვიყავი, მოვითხოვე დახმარება უფასო კვებაში ჩაწერაზე. უარი მითხრეს, არა გვაქვს საშუალება. გურჯაანში უფასო სასადილოს 165 ბენეფიციარისთვის წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან 138.000 ლარი აქვს გამოყოფილი. კუთვნილი ულუფის მიღება ბენეფიციარებს დღეში ერთხელ შეუძლიათ. თითოეულის კვებაზე დღიურად ლარი და 30 თეთრია გათვალისწინებული. განცხადებები შედის გამგებლის სახელზე. იქ არის განკუთვნილი კომისია გამოყოფილი და ის კომისია არჩევს იმ კატეგორიას, რომლებიც მიზანშეწონილად მიაჩნიათ. განსაზღვრულია ბიუჯეტი 165 ბენეფიციარის. 20 ადამიანი უნდა დაემატოს, თუმცა შეფერხებულია ჯერ ამ საკითხის გადაწყვეტა. სოციალურ საკითხთა კომისიას გამგებლის პირველი მოადგილე ელგუჯა გიორგაძე ხელმძღვანელობს. კომისიის წევრისგან განსხვავებით, კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ 2015 წელს გამგეობამ უფასო სადილის მიღების შესაძლებლობა კიდევ 20 ადამიანს მისცა. ბიჭო, ხელს მიშლი კომისია გვაქვს. წადი მე თქვი აქედან ხელს მიშლი. ხელს მიშლი მუშაობაში წადიე. ოჯახი რომ დადის ყოველდღე სასადილოში საჭმელს ვერ იღებს. წადის. ამ წელს დავამატეთ 20 კაც კიდე. ვინ დაამატეთ სიამაჩხება? როგორ? ერთი წამით რა, 20 ადგილი დავამატეთ ამ წელში. 20 ადგილი დავამატეთ. ნანახი გაქვთ იქ ხალხი რომ მიდის და მშიერი მოდის უკან? მშიერი არავინ არ მოდის. სულ ყველა იღებს. და რატომ იმდენი თარგაზი? კი, რამდენჯერმე თან. აჰა, აი მაშინ რატომ იმდენი თარგაზი დაფინანსება? ჯო, არა გცალია. თქვენ რამდენი აიღეთ დეკემბერში პრემია? როგორ? რა შუაშია პრემია რა საერთოდ? დეკემბერში პრემია რამდენი აიღეთ? კაი, გელა წადი გეუნები, ხლა რა გცალია, ნუ გვაცდენ. ნუ გვაცდენ. პრემია რამდენი? ხერს ნუ გვიშლი, გაიგე. ხოზე მითხარით და გავა. ხერს ნუ გვიშლი. რამდენი აიღეთ პრემია? ხერს ნუ გვიშლი. ხერს გვიშლი. რა პრობლემაა რომ მითხრა დეკემბერში პრემია რამდენი აიღეთ? თუ გაინტერესებს დღეს ეხლა მიხვალ და ნახავ მაგას და იმიტომ ნუ იძრები რატომ არ ამბობ? ემწუთას შეგიძლია ნახო. ეს არის გამჭვირვალე და შეგიძლია. კი, თუ ხერხული ხო არ გეუხერხულებ. ბიჭო, კარგი გაჩერდი, ნუ აკეთებ ამას. წადი მე ხერს გვიშლი ახლა. ხერს გვიშლი. კიდე სხვა შეკითხვა. ხერს გვიშლი, კიდე შეკითხვები გაქვს? ჩვენ გადავამოწმეთ გამგებლის მოადგილის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა 2015 წელს უფასო სასადილოში ბენეფიციართა რიცხვი არ გაზრდილა. ვკითხოთ გურჯაანში არსებულ უფასო სასადილოსთან დაკავშირებით, სადაც ჩვენი ინფორმაცია უფასო სასადილოსთან ეხლა მაგალითად ვერაფერს ვეგებ. ადამიანი ორი თვეა ითხოვს სადილს, თუმცა იმის გამო რომ თანხები არ არის, როგორც ეუბნებიან. არ ვიცი, პირველად მესმის ჩემთან გაცხადებით არა უნდა შემოსულა და მაგას გავარკვევ. 10 მოქალაქეებს მოუმართიათ. 10 თვითონ ხელმძღვანელობას. ბოლო 2 თვის განმავლობაში გამგეობაში ოფიციალურად რეგისტრირებული 19 განცხადებით უფასო სასადილოში სადილის მიღებას 25 ადამიანი ითხოვს, რომელთა კვებას წლის განმავლობაში 11.700 ლარი სჭირდება. მარტო 2014 წლის დეკემბერში საახალწლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში 180.000 ლარის ოდენობით პრემია გაიცა.